დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი 5 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმისთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები წარმოადგინა. მოკვლევა გრძელდება. მაკუნა აბულაძის სიუჟეტში მეტი დეტალი. 16 მილიონ ლარზე მეტი ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება სარგებლობა. საგამოძიებო უწყების ანგარიშზე მორიგი გახსნილი საქმეა. სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე. 4 ადამიანს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყებამ გაასაჯაროვა კორუფციული სქემა, რომლითაც ბრალდებულები ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. სამშენებლო კომპანია აკორდთან 2018 წელს დადებული ხელშეკრულებით კომპანიას სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთისა და ხიდების მშენებლობა ევალებოდა. გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საზედამხედველო მომსახურებაც, რომელიც 4 საერთაშორისო კომპანიისგან დაკომპლექტებულ კონსორციუმს უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ შესრულდა. პროექტის მიმდინარეობის და ხიდის მშენებლობის პერიოდში საზედამხედველო კომპანიის არც ერთი უფლებამოსილი ექსპერტ-ინჟინერი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე მდინარე რიონზე მდებარე 800 მეტრის სიგრძის ხიდი 2023 წლის 21 თებერვალს ჩაინგრა. ხიდის მერვე ბურჯი, რომლის ჩამოშლასაც ხიდის ჩანგრევა მოხდა, სწორედ კომპანია აკორდმა ააშენა. პროექტთან შეუსაბამო და უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად სამშენებლო კომპანიასაც და საზედამხედველო კონსორციუმსაც მილიონობით ლარი მაინც ჩაერიცხათ. მსგავსად შედგენილი ყალბი აქტების საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოს და გაწეული მომსახურებისთვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1,172,529 ლარის ოდენობით. ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია შეუსრულებელი თუ ძალზედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3,899,678 ლარს. შემდგომში აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი. დაკავებულ ლევან კუპატაშვილს სახელმწიფო ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბრალდებულს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უფლებადამცველი ამბობს, რომ კუპატაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე შემიძლია იკითხოთ, რომ წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ, დანარჩენს ფიზიკურად ვერაფერს ვერ მოახსენებს. დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი სამშენებლო კომპანიის დირექტორს, პროექტის მენეჯერებსა და საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ ინჟინერს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 მათგანს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გენერალური პროკურატურა საქმეზე სხვა შესაძლო დანაშაულების გამოსავლენად გამოძიებას განაგრძობს.